მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ლიკა წერეთელი, ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი და ჩვენი დღევანდელი დღის თემა არის ტრავმა. ძალიან აქტუალური თემა და ზუსტად ისევე როგორც გახსოვთ თქვენ ტოქსიკური ადამიანების საკითხით მოდიოდა ბევრი კლიენტი და მოდის კიდევაც, ასევე ტრავმაც ძალიან ხშირი არის კლიენტებში. მაგრამ მოდით დავიწყოთ სულ თავიდან და გავარკვიოთ, საერთოდ რა არის ტრავმა. როგორ უნდა ამოვიცნოთ? რას წარმოადგენს ზოგადად, რა არის მისი არსი? მოდით ჩვენ გავიხსენოთ ფიზიკური ტრავმა, როდესაც გვადგება, ხო? ვთქვათ, იქ რაღაც ღრმა ჭრილობა, მოტეხილობა. ესე იგი, რა ხდება ამ დროს? არის რაღაცა ზემოქმედება გარედან, რომლის შედეგადაც სხეული კარგავს თავის მთლიანობას, კარგავს თავის ერთიანობას, ხო, ზიანდება, ჩნდება რაღაცა დაზიანება, ანუ სხეულის მთლიანობა და ერთიანობა ირღვევა. სხვათა შორის ეს რასაც ჩვენ ვეძახით ჯანმრთელობა, ჯანის სიმრთელე, ანუ ერთიანობა, მთლიანობა. აი სწორედ ეს ირღვევა. და სწორედ ასე ხდება მსგავსად ფსიქოლოგიური ტრავმის დროსაც. აქაც არის გარედან რაღაცა იმგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ ადამიანის ფსიქიკის მთლიანობა, ერთიანობა, მისი ჯანსაღე, მისი სიმრთელე ირღვევა. აი, რა ნაწილებად ირღვევა, ამას ეხლავე აუცილებლად გავაგრძელებ და გეტყვით, მაგრამ ჯერ გეტყვით იმასაც, გაკვირით, რომ არის მაკროტრაუმები და მიკროტრაუმები. ესეც მე მგონი ძალიან მარტივი გასაგებია. მაკროტრაუმა არის რაღაცა დიდი, ხო? დიდი, ერთჯერადი, ძალიან დიდი სიძლიერის, რომელიც დიდ დაზიანებას გვაყენებს და ყოფს ჩვენს ცხოვრებას მანამდე და მას შემდეგ. აი მსგავსი ტრავმები ეს არის, რა ვიცი, შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, შეიძლება იყოს ავტოსაგზაო შემთხვევა, გაუპატიურება, ომიანობა, აი რაღაც ესეთი დიდი და რაც ყოფს ჩვენს ცხოვრებას მანამდე და მას შემდეგ. არის კიდევ მიკროტრაუმები. ესეც რა თქმა უნდა ზემოქმედებაა გარედან, მაგრამ შესაძლოა იმდენად დიდი არ იყოს, მაგრამ მისი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად ისინი არის განმეორებადი, არ არის ერთჯერადი. რაღაც ქრონიკული სახე აქვს თითქოს. ეს მაგალითად ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ბულინგი, მაგალითად სკოლაში ბავშვის, ან შეიძლება ბავშვი ზოგადად ისეთ ოჯახში არის დაბადებული, სადაც ძალადობა არის ნორმა. ის კი ცუდად არის ამისგან. რა თქმა უნდა, ის ხდება, რომ კარგად არ არის. მაგრამ აი, როგორ უნდა იყოს სხვანაირად? ესეც გაუგებარია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც განიცდის მუდმივ თავის ტკივილს. სულ თავის ტკივილშია, სუშაკი კი აქვს. ცუდად არის, აბა რა. მაგრამ ეს ქრონიკულია. მას არც ახსოვს, როგორი არის ეს უშაკიკოდ ყოფნა. ვერც წარმოუდგენი, აბა ამის გარეშე როგორ ხდება? როგორ ვარ? და მხოლოდ მართლაც თერაპიული ჩარევა და თერაპიული მკურნალობა განაპირობებს იმას, რომ როდესაც ადამიანი უცებ გრძნობს, რომ თავი არ ტკივა, ხო? და რა კარგი ყოფილა უშაკიკოდ ცხოვრება. ღმერთო აქამდე სად ვიყავი, ხო? როგორ ვიტანდი ამ მუდმივ ტკივილს, ქრონიკულ ტკივილს. აი მსგავსი რამ არის. ეხლა მოდით გადავიდეთ აი იმ კონკრეტულად ნაწილების გარჩევაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ტრავმა ანაწევრებს
ფსიქიკას. ეხლა ტრავმა იმხელა თემაა და იმდენი სხვადასხვა თეორია არსებობს მასზე, რომ ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ ამაზე საუბარი და ყველა არსებული თეორია განვიხილოთ, ალბათ არ გვეყოფა დრო კი არა და დღეები მოგვიწევს ამის შესახებ საუბარი. ამიტომ მე ძალიან კონკრეტულ თეორიას წარმოგიდგენთ ამ შემთხვევაში, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანის, ესე იგი, ეს არის ფრანც რუპერტი. ეს არის გერმანელი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ის არის ფსიქოლოგიის დოქტორი და მას, ასე ვთქვათ, ყველა მიმართულება აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაგემოვნებული, იმიტომ რომ მან დაიწყო როგორც ასე ვთქვათ, ფსიქოანალიტიკოსმა, შემდეგ შეისწავლა გეშტალტი და გეშტალტიდან, რაც სულაც არ არის გასაკვირი, გადაინაცვლა ოჯახურ სისტემურ განლაგებებში. ეს სულ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ძალიან მე პირადად ძალიან ბევრ საერთოს ვპოულობ, ესე იგი, გეშტალტსა და სისტემურ განლაგებებს შორის. ну, სხვაობებიც არის, რა თქმა უნდა, ბევრი სხვაობაც არის, მაგრამ ძალიან ბევრი საერთოც არსებობს. და აი, სწორედ ფრანც რუპერტის თეორიას წარმოგიდგენთ ამ შემთხვევაში. ფრანც რუპერტი ამბობს, რომ ფსიქიკა იპობა, ეს კარგი სიტყვაა, კარგი ტერმინია, სამ ნაწილად. ну, ერთი, მოდით პირდაპირ ვთქვათ და დავანებოთ ამას თავი. პირველი ეს არის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც საბედნიეროდ რჩება ადამიანში, როგორი ტრავმაც არ უნდა გადაიტანოს, მან ჯანსაღი ნაწილი მასში რჩება და ჩვენ რომ ასე ვთქვათ, განვაპიროვნოთ ეს ნაწილები, როგორი ტიპი იქნება, იცით, ეს ჯანსაღი ნაწილი. ეს არის ტიპი, რომელსაც უხარია ცხოვრება, რომელიც დაინტერესებულია რაღაც ახლის შემეცნებით, რომელსაც სიამოვნებს ურთიერთობები. აი ეს ჯანსაღი ნაწილი, აი ეგეთი ჯანსაღი ტიპია. კი ბატონო, ეს ჯერჯერობით გვერდით გადავდოთ. ტრავმირებული ნაწილი, ძალიან საინტერესო და ასე იგი მთავარი ამ შემთხვევაში, ხო, რაზედაც ფოკუსი გვაქვს. ტრავმირებული ნაწილი, აი, ტრავმირებული ნაწილი, მინდა გითხრათ, რომ ის განიცდის, ფიქრობს და გრძნობს ისე, როგორც ის გრძნობდა, განიცდიდა და ფიქრობდა ტრავმის დროს. აი იმ მომენტში მას ეკარგება კონტაქტი რეალურ დროსთან. და თქვენ შეიძლება ნახოთ 40 წლის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, არიან კვლავ იმ დროში, იმ 5 წლის, ან 7 წლის, ან 12 წლის ასაკში, იმიტომ რომ ის იმ ასაკში ვერ რჩება, ტრავმირებული ნაწილი იმ მდგომარეობაში და იმ ასაკში რჩება, როცა მან ტრავმა განიცადა. და თქვენ ნახავთ ზრდასრულ ადამიანებს, აი იმ ასაკში, როგორც გითხარით, 5 იქნება, 7, 12 თუ 15 წელი, როდესაც მათ ის საოცარი რაღაცა ტრავმა განიცადეს. აი ასეთი მძიმე სურათია და მესამე ნაწილი და აი აქ იყავით ძალიან ყურადღებით. ეს მესამე ნაწილი საოცარი რამ არის? ეს მესამე ნაწილი, რომელსაც ეწოდება გადარჩენილი ნაწილი და რა არის ახლა მისი ფუნქცია, რას აკეთებს ის? ის დგება მეკარესავით. აი როგორ გითხრათ, მამარდაშვილია რა. აი ესე დგას კარში და იზოლირებას უკეთებს ჯანსაღ ნაწილს ტრავმირებული ნაწილისგან. იმას მიაჩნია, რომ ტრავმირებული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული, რათა არ მოხდეს მისი რეტრაუმატიზაცია. ტრავმირებული ნაწილი ამ შემთხვევაში არის, როგორც აი პატარა ბავშვი ფარდის უკან, ფეხები უჩანს, მაგრამ ის იქით არის იზოლირებულია და ზუსტად ასე უყურებს გადარჩენილი ნაწილი აი ამ პატარა ბავშვს. არავითარ შემთხვევაში შენ აქ იქნები და არსადაც არ გახვალ.
მაგრამ რა არის აქ მთავარი პრობლემა, მეგობრებო? მთავარი პრობლემა არის ერთი, რომ ტრავმირებულ ნაწილს განკურნება ხო უნდა. და ის მიიწევს ამ განკურნებისკენ. მიიწევს, ის არ ჩერდება ერთ ადგილზე. და რა გამოდის იცით, რომ ის არსებულ ცხოვრებაში ეძებს და აუცილებლად პოულობს მსგავს სიტუაციებს, მსგავს ადამიანებს, ყველაფერს მსგავს, რაც იყო იმ ტრავმის დროს. და მისი რეტრაუმატიზაცია ხდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცხოვრება ხომ ჩვენ ვიცით არ არის არც შაქარყინული, არც მხარდამჭერია ძალიან ხშირად. მისი რეტრაუმატიზაცია ხდება. რატომ ეძებს? მე თქვენ გეტყვით რატომ? იმიტომ რომ იმისთვის რომ ის განეკურნოს, მან უნდა დაამყაროს კონტაქტი აი ამ რეპრესირებულ გამოუხატავ მტანჯველ განცდებთან. აუცილებელია კონტაქტის დამყარება, სხვაგვარად ის ვერ განიკურნება. არა, არ არსებობს. გავიხსენოთ ჩვენ სარტრის გამონათქვამი იმისთვის, რომ ტკივილი წავიდეს, იმისთვის, რომ ტკივილისგან გათავისუფლდეს, შენის ტკივილი ბოლომდე უნდა გაიარო. ამიტომ ერთადერთი გზა ეს არის. კონტაქტი აი იმ განცდებთან, მაგრამ რადგანაც ის ამყარებს ამას ცხოვრებაში და ცხოვრებაში ეძებს მსგავს სიტუაციებს, ძალიან დიდი რისკია რეტრაუმატიზაციის. დიდი რისკია. შეიძლება ყოველთვის არ მოხდეს ეს, შეიძლება გაუმართლოს ადამიანს, მაგრამ დიდი რისკია რეტრაუმატიზაციის. აი ესეთი მდგომარეობა არის ტრავმის დროს. ეხლა რა შეიძლება კიდევ ვთქვათ? ესე იგი, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი, ალბათ ყველაზე ჯანსაღი, არის ის, რომ ადამიანი მივიდეს ფსიქოთერაპევტთან, რადგანაც მსგავსი ტრავმის განკურნება ფაქტიურად, აი, როგორ ვთქვათ, ადეკვატური არის ასე ვთქვათ, დაცულ გარემოში, უსაფრთხო გარემოში, ადამიანთან, რომლის ნდობაც შეიძლება გქონდეთ. ეს არის ადამიანი, ფსიქოთერაპევტი, რომელიც ხელს ჩაგჭიდებს და არა მარტო ფიგურალური მნიშვნელობით, არამედ იქ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც იყოს, იმიტომ რომ უამრავი სავარჯიშო არის ისეთი, რომელიც აი ამ სხეულებრივ ამბებზეა დამყარებული, იმიტომ რომ ტრავმა ყველაზე კარგად სხეულებრივად იკურნება, რადგანაც ჩვენი არაცნობიერის, ასე ვთქვათ, სახლი ეს არის ჩვენი სხეული და ამიტომ შეიძლება იყოს ასეთი სავარჯიშო, რომ ფსიქოთერაპევტმა უთხრას, მოდი, აბა ადექი, აბა დამეყრდენი ახლა და მოდი ერთად გავიაროთ მთელი ოთახი და უკან, ხო? აი ეს შეგრძნება სხეულებრივი, რომ შეგიძლია ვიღაცას დაეყრდნო, ვინც ხელს არ გამოგაცლის, ვინც არ გიღალატებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ტრავმაზე მუშაობის დროს. ამიტომ ეს არის ყველაზე ადეკვატური გამოსავალი ტრავმასთან შეჩეხებისას, ტრავმის შემოსვლისას ჩვენს ცხოვრებაში. არის აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ტრავმირებულ ადამიანებს უჭირთ საკუთარ ემოციებთან კონტაქტის დამყარება. ხო გითხარით, რომ ის იზოლირებულია, ხო, იზოლაციაში. ამას უჭერს ემოციებთან კონტაქტის დამყარება ძალიან. ის არის თითქოს გაყინული. აი ამ ტრავმის შედეგად არის გაყინული. იცით რა, თუ კლიენტი ტირის ტრავმირებული, ეს უკვე ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა კონტაქტი თავის ემოციებთან მან უკვე აღადგინა. ეს უკვე კარგის ნიშანია. იმიტომ რომ მთავარი ნიშანი ეს არის გაყინულობა, ეს არის გაქვავებულობა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, იმობილიზაცია.
ეხლა რა არის ეს იმობილიზაცია? ამას ძალიან კარგად ხსნის ტრავმებზე მუშაობის დიდოსტატი, საოცარი ფსიქოთერაპევტი პიტერ ლევინი. და ის ამბობს, რომ ძალიან ესე იგი ტრავმა ზოგადად ეს ძალიან მჭიდრო კავშირში არის ფიზიოლოგიურ პროცესებთან, ძალიან მჭიდრო კავშირშია და მას მოყავს ასეთი მაგალითი ბუნებიდან, როდესაც ვეფხვი მისდევს ანტილოპას. ისინი გარბიან რაღაც საოცარი სისწრაფით, გასროლილი ისარივით, რა ვიცი, 100 კმ/სთ სიჩქარით. და ვთქვათ, დაეწია ვეფხვი და იმ მომენტში, როდესაც დაეწიან, შეიძლება ერთი წამით კიდევ ადრე ანტილოპა ეცემა. ანტილოპა ეცემა და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის იმკვდარუნებს თავს. შესაძლოა ესეც იყოს, მაგრამ მთლიანად ასე არ არის. მის ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესები იწყება, რომელიც აი ამას განაპირობებს. იმიტომ რომ შინაგანად ერთი მხრივ იქ ხდება ზუსტად იგივე პროცესები, რაც აი იმ 100 კმ/სთ სირბილის დროს და მეორე მხრივ ეს არის გაქვავება, გაყინვა. ეს დაახლოებით გავს ისეთ პროცესს, აი წარმოიდგინეთ თქვენ მანქანაში რომ დაჯდეთ და ერთდროულად მაგრად მიაწვეთ გასსაც და მუხრუჭსაც. აი ესეთი საოცრებები ხდება. და რეალურად ნამდვილად იმდენად გაქვავებული არის ცხოველი ანტილოპა ამ შემთხვევაში, რომ შეიძლება ვეფხვს მართლა მკვდარი ეგონოს. და აი ამ იმობილიზაციის შედეგად გაქვავება. და შეიძლება მან წაიღოს რაღაცა ისეთ ადგილას, თუ გაუმართლა ანტილოპას და ვეფხვმა დატოვა გარკვეულ ადგილას იმისთვის, რომ მოიყვანოს თავისი ოჯახის დანარჩენი წევრები და შემდეგ მიირთვას ეს ნადავლი. აი ამ დროს კი შეიძლება ანტილოპამ წარმატებულად გამოიყენოს ეს მომენტი, როდესაც ვეფხვი წავა და გავარდეს. და თუ კი მან ეს გააკეთა, თუ კი მან აი ეს დააკვირდით გაყინული ენერგია, იმიტომ რომ აი ამ გაქვავების დროს ენერგია იყინება, ქვავდება და ეს განაპირობებს ტრავმას. თუ მან ეს გაქვავებული ენერგია გადააქცია ცოცხალ ენერგიად, ანუ გამოათავისუფლა, გამოიტანა გარეთ, ის ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობს. ის აღარ რჩება იმ ტრავმირებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თავად ტრავმის დროს ეს გაყინვა ხდება, როგორ იცით, ეს სხვათა შორის ყველა ძუძუმწოვრებისთვის არის დამახასიათებელი. ადამიანი ან ცხოველი გადადის რაღაც სხვა მდგომარეობაში, ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობაა ეს და აი ამ დროს, როდესაც ის იყინება, ქვავდება, როგორც ეს ჩვენი ანტილოპა, ვეფხვმა მას კბილებიც რო ჩაარჭოს, ის ვერ იგრძნობს, მართლა ვერ იგრძნობს ამას ტკივილს, ვერ იგრძნობს. გაქვავება და გაყინვა გაუტკივარება. აი ასეთი პროცესი ხდება. და იგივე პროცესი ხდება ადამიანებშიც. ჩვენ შეგვიძლია იცით მეტაფორულად, მე მგონია რომ ძალიან კარგი შედარება არის ტრავმის. აი გახსოვთ არაჩვეულებრივი მითი ცნობილი მედუზა გორგონას შესახებ. გახსოვთ? პერსევსი, ანდრომედა და მედუზა გორგონა. აი იქ, როდესაც მედუზას უყურებდნენ და ქვავდებოდნენ ადამიანები. აი ჩვენ შეიძლება დაახლოებით ესე განვიხილოთ მედუზა გორგონა, როგორც ესე იგი რაღაცა მოვლენის სიმბოლო, მატრაუმირებელი მოვლენის სიმბოლო, რომელიც სასიცოცხლო ხიფათი არის ჩვენთვის, ან ასეთის რანგში განიხილება. შეიძლება სასიცოცხლო არ იყოს, მაგრამ ასეთის რანგში განიხილებოდეს ჩვენთვის. და ამას რომ უყურებს ადამიანი, რა მოსდის? იმობილიზაცია, ქვავდება, იყინება.
ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ აი ის დანარჩენი ორი როცა ირთვება, შეუტიან გაიქეცი, გახსოვთ ეს ცნობილი რეაქციები, ყველასთვის ცნობილი. შეუტიე გაიქეცი. არა, ამ დროს ენერგიის გაცემა ხდება. რაც არ უნდა იყოს, როგორი ხიფათიც არ უნდა იყოს, ის ტრავმას არ დატოვებს, იმიტომ რომ ამ დროს ენერგიის გაცემა ხდება. და აი გაყინვის დროს ის ენერგია ქვავდება და იყინება. სხვათა შორის მე მინდა მოგიყვეთ ამის შესახებ ერთი მაგალითი, იმიტომ რომ რაოდენ თეორიულადაც არ უნდა ვისაუბრო, მაინც ყველაზე კარგი არის, როდესაც მაგალითით განვიხილავთ რაღაცას, ხო? ყველაზე კარგად გვამახსოვრდება. აი პიტერ ლევინს მოყავს აი ესეთი მაგალითი, რომელიც იყო მისი კარიერის სუნთლად დასაწყისში, როდესაც მას კლიენტი გამოუგზავნა მისმა ნაცნობმა ფსიქიატრმა. ეს კლიენტი იყო ახალგაზრდა გოგო, 25 წლამდე, ნენსი, რომელსაც ჰქონდა პანიკური შეტევები და აგორაფობია ჰქონდა, ისეთი, რომ ის ვერ გადიოდა სახლიდან მარტო, ყოველ შემთხვევაში ვიღაცას მაინც უნდა ჩამოკიდებოდა, რომ გასულიყო სახლიდან. და ფსიქიატრმა ასე ვთქვათ უთხრა, რომ ხა შენ ხო მუშაობო ამ თემაზეო, შენ ხო გაინტერესებსო ესო, მუშაობ რელაქსაციებით ხო, იმიტომ რომ პიტერ ლევინი თავიდანვე აი ამ სხეულებრივ მუშაობას აწარმოებდა, რელაქსაციები, ვიზუალიზაციები და აბა მოდი სცადე იქნებდა ამ გოგოს რამე უშველო და რამენაირად გამოიყვანო ამ მდგომარეობიდანო. და პიტერ ლევინი წერს, რომ მოვიდა ეს გოგონა, მე წინასწარ გეტყვით, იმიტომ რომ შემდეგ გაახსენდა, მაგრამ წინსწრებით, რომ თქვენ კარგად გაიგოთ თუ რა მოხდა, რა გაიხსენა შემდგომ ამ გოგონამ, წინსწრებით გეტყვით, რომ როგორც აღმოჩნდა ნენსის 3-4 წლის ასაკში ჰქონდა გაკეთებული გლანდების ოპერაცია. ის ამ დროს და ძალიან კარგად დაიმახსოვრა ეს, იმიტომ რომ ის დააბეს და ეთერი ასუნთქებინეს. ეს წინა საუკუნის სადღაც 60-იანი წლების ამბავს გიყვებით, ამიტომ მაშინ ესე იყო, ეთერით ასუნთქებინებდნენ. და აი ის მოძრაობის ასე ვთქვათ დადამბლავება, გაძნელებული სუნთქვა, იმიტომ რომ ამას იწვევს ეთერი, აი ეს მთლიანი სხეულის გაჩერება, გაქვავება, ეს იყო როგორც შანს მისთვის, როგორც საშინლად მატრაუმირებელი მოვლენა ჩარჩენილი ფსიქიკაში. და ეს არ გამოვლინდა უახლოეს წლებში. ეს გამოვლინდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წლების მერე, როდესაც ჩვენი ნენსი, ესე იგი, ასპირანტურაში აბარებდა. და აი ესეთი ოთახი იყო, სადაც ბევრი სტუდენტი იყო და აი ამ ოთახში, ამ სივრცეში მას დაემართა პანიკური შეტევა, შემდეგ ძალიან მალე განუვითარდა უკვე მოკლე პერიოდში აგორაფობია. საბედნიეროდ ის მიხვდა, რომ საშინელი რამ სჭირს, იმიტომ რომ ასე სწრაფად რო უარესდება მდგომარეობა და მიმართა ფსიქიატრს, რომელმაც თავის მხრივ ნენსი ჩვენს პიტერ ლევინთან გამოუშვა საბედნიეროდ. და აი, ესე იგი მოვიდა ის პირველ სეანსზე, პიტერ ლევინი ცდილობს, რომ აბა რელაქსაცია, ვიზუალიზაცია, რა რელაქსაცია არის ვიზუალიზაცია, მოეჭიმა ამ ადამიანს სხეული და პიტერ ლევინი წერს, რომ უცებო დავინახეო, რომ ვერ სუნთქავსო და აი ის მაჯა, რომელიც მას ჰქონდაო ძალიან აჩქარებულიო, უცებ გაჩერდა. და ძალიან შემეშინდაო, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ ღმერთო, ახლა ეს რო ჩამაკვდეს ხელში, მე რა ვქნა? და აი ამ მეც მოჭიმულს და შეშინებულს უცებო აი ესეთი ვიზუალი წარმომიდგაო წინო, რომ ჩემსკენ და ნენსისკენ მორბის ვეფხვი. და ერთი რაც შევძელიო, შევუძახეო, რომ ნენსი ვეფხვი მორბის შენსკენ, მიდი აგერ შენს წინ ხეარი და ახტი ამ ხეზე, გაიქეცი, ახტი, შემოახტი ამ ხეს. და რას ვხედავო, აი ეს ნახევრად მწოლიარე, ნახევრად მჯდომარე ადამიანი,
უცებ იწყებს ფეხების მოძრაობას, რომელიც სირბილს გავს, ამას მოსდის ბოლო ხმაზე კივილი მოსდევს და შემდეგ უკვე ხმით ტირილი, საოცარი ტირილი და ეს კივილიო ისეთ ხმაზე იყო, პიტერ ლევინი წერს, რომ ქუჩიდან პოლიციელმა მოგვიკაკუნაო, რომ ხომ მშვიდობა გაქვთ რა ხდება და მდივანს მოუხდა იმის ახსნა, რომ ყველაფერი არ შეწუხდეთ, კარგად ვართ, ფსიქოთერაპიული სეანსი მიმდინარეობს. და აი ნახეთ რა მოხდა, გაყინული ენერგია იყო, ნახეთ, აი დააკვირდით ახლა რა ხდება. გაყინული ენერგია, რომელიც თავის დროზე ვერ გამოვიდა. ხო? გაყინული იყო სხეულში და აი ამ დროს სწორედ ამ სეანსის შედეგად მოხდა რა? აი ამოძრავება, სხეულის ამოძრავება, ფეხების სირბილი, კივილი და ტირილი. გამოვიდა ეს ენერგია. ახტა ხეზე და გადარჩა. ენერგია გამოთავისუფლდა. და პიტერ ლევინი წერდა, რომ მართალია ნენსისთან დამჭირდაო კიდევ რამდენიმე სეანსი, მაგრამ პრაქტიკულად მე როგორც დავინახეო, გარღვევა იყო აი იმ პირველ სეანსზე მოხდა, როდესაც ვეფხვი მოგვდევდა და როდესაც ნენსი ხეს შეახტა, გაბედა, გაიქცა და ხეს შეახტა გადასარჩენად. აი ესეთი მომენტია. ეხლა მე მინდა მოკლედ მოგახსენოთ რა და რა სახის ტრავმები არსებობს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, აბა, ვინც ვარაუდობთ, რომ ტრავმა გაქვთ, როგორი სახის ტრავმაა ეს? და აქ მე კვლავ ფრანც რუპერტს გამოვიყენებ და მის კლასიფიკაციას. ესე იგი არის ეგზისტენციალური ტრავმა. და ეს ეგზისტენციალური ტრავმა არის, როგორც აი უკვე ნახსენები მაკროტრავმები, ეს არის თქვათ გაუპატიურება, მკვლელობა, ომიანობა, სტიქიური უბედურება, აი მსგავსი რაღაც დეპორტაცია, ვთქვათ რაღაც წამება, აი ეს ყველაფერი ეს არის ეგზისტენციალური ტრავმები, ხო, აი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ტრავმები, ან მათ რანგში აყვანილი. შემდეგ კიდევ არის გლოვის ტრავმა, ცალკე აქვს ეს გამოყოფილი რუპერტს და ეს არის ბუნებრივია, ამისი ახსნა არც დაგჭირდებათ თქვენს ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის ახლო ადამიანის გარდაცვალებით, ან უბრალოდ გაუჩინარებით წასვლით, ეს შეიძლება იყოს თქვათ გაყრა, გამოწვეული ტრავმა, გლოვის ტრავმა. ადამიანმა, ანუ გაყრა ყოველთვის არ არის მსგავსი, ნურას უკაცრავად, მაგრამ შეიძლება იყოს ამგვარი. მაგრამ ძირითადად ეს არის, რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის დაკარგვით, მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტრავმა. და სხვათა შორის ფრანც რუპერტი ამ კატეგორიაში აყენებს კიდევ ესე იგი აბორტებით გამოწვეულ ტრავმას, მკვდრად შობილი ბავშვებით გამოწვეულ ტრავმას, მუცლის მოშლით გამოწვეულ ტრავმას. ესეც აი ამ ტრავმების რიცხვში შედის. შემდეგ კიდევ არის მიჯაჭვულობის ტრავმა. ეხლა რა არის ეს, რომ ჩვენ არ აგვერიოს რაღაცა სხვაში მიჯაჭვულობის ტრავმა. აქ იგულისხმება კონკრეტულად ბავშვები, რომლებმაც ვერ მიიღეს აი ის სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, რაც მათ ჭირდებოდათ. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ აი ჩვილობის ასაკში მაგალითად კარგი რა ესმის ბავშვს, პატარაა, ჩვილია, არც კი ემახსოვრება, ნურას უკაცრავად. ეს უკვე დამტკიცებულია და ფსიქიატრებიც ამას ამბობენ, დინამიკური ფსიქიატრია სწორედ ამას ამტკიცებს, რომ ჩვილი ბავშვისთვის სწორედ აუცილებელია აი ის მისი შესაბამისი
სითბო, სიყვარული, ზრუნვა და თუ ამ ემოციების დეფიციტი აქვს მას, თუ მშობლები არიან ცივები, ან თუ ის არის საერთოდ მიტოვებული, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თქვენც ძალიან კარგად იცით, მიტოვებული ბავშვების პრობლემა, აი ამ შემთხვევაში მათ ხალხნო ტვინი არ უვითარდებათ ჯეროვნად, ანუ ნეირონების განვითარება ფერხდება, სინაფსური კავშირები დამყარება არ ხდება და არის პრობლემები, თქვენ წარმოგიდგენიათ, ანუ ემოციური დეფიციტი აისახება ფიზიოლოგიურ განვითარებაზე. დიახ, აი ესეთ კავშირში არის ფიზიოლოგია და ფსიქიკა. და მე ამ შემთხვევაში მინდა იცით ვინ გავიხსენო, არაჩვეულებრივი უნგრელი ფსიქოთერაპევტია გაბორ მატე, სხვათა შორის უნგრელ ხალხს ვულოცავ არჩევნებში ჭეშმარიტ გამარჯვებას, დღეს შევიტყვეთ, რომ გაიმარჯვა ოპოზიციამ და კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მივულოცო უნგრელ ხალხს. ხო, ესე იგი უნგრეთზე გამახსენდა და უნგრელ ფსიქოთერაპევტზე გაბორ მატე. არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტია, ის დაიბადა მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთში, ებრაულ ოჯახში და აი ესეთი თემა იყო, რომ ესე იგი ბებია ბაბუა უკვე დეპორტირებულები იყვნენ, უკვე ბანაკში იყვნენ სიცოცხლეს გამოსალმებულები. მამა აი აღარ მახსოვს ფრონტზე იყო თუ მოკლედ არ იყო იმ გარემოში და დედა იყო მარტო და ყოველ წამს ელოდებოდა თავის დეპორტაციას. და ნახეთ არა ემოციური სიცივის გამო, არა მიტოვების სურვილის გამო, არამედ პირიქით ბავშვის დიდი სიყვარულის და გადარჩენის სურვილით მან ჩააბარა ბავშვი უცხო ადამიანებს, იმისთვის რომ ბავშვი ფიზიკურად გადაერჩინა. მაგრამ ბავშვმა ხო ეს არ იცის, რა მიზნით არის ეს გაკეთებული. ის გრძნობს მხოლოდ ერთს, რომ ის მოაგლიჯეს მის სამყაროს. დედა არის სამყარო ამ შემთხვევაში. ის მოაგლიჯეს მის სამყაროს და ის არის აბსოლუტურად მარტო. და მიტოვებულ ბავშვებს თქვენ ხომ გახსოვთ, როგორი ტენდენციები აქვთ. მათ უნდათ რომ აი ეს მიტოვებას როგორ გრძნობენ, ანუ მე არასაკმარისი ვარ, ამიტომ მიმატოვეს. მე არ ვარ ღირებული, აი ამიტომ მიმატოვეს. მათ აქვთ სურვილი რომ ყველას დაუმტკიცონ, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს, თორე თვითონ რო იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ ღირებულები არიან, სულაც არ დაჭირდებოდათ სხვებისთვის ამის მტკიცება, მაგრამ სხვებსაც იმიტომ უმტკიცებენ, რომ საკუთარ თავს უნდათ რომ დააჯერონ, ხო? და გაბორ მატე ამბობს, რომ აი ნახეთო რა შედეგი მოიტანაო ამ ამბავმაო ჩემთანო. გავხდიო ფსიქოთერაპევტიო, რომელიც ნახევარ სამყაროს ვეხმარები. ვამტკიცებ, რომ ესეთი ვარ, ღირებული ვარ, ესეთი ვარ, ისეთი ვარ და ამ დროს სინამდვილეშიო ის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებაო, ჩემი მხარდაჭერაო და ჩემი სიყვარული, ოჯახი, ის გარკვეულწილად ცოტა გვერდით მყავს მოტოვებულიო. აი ესეთი რაღაცები ხდება, დიახ. ეს არის მიჯაჭვულობის ტრავმა. და ბოლოს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ოჯახური სისტემური ტრავმა. მე მოგახსენეთ, რომ ესე იგი ეს არის ჩვენი გერმანელი ფსიქოთერაპევტი. არის სისტემური ოჯახური განლაგებების სპეციალისტი. და შესაბამისად მან აი ეს ტრავმის ამგვარი სახეც შემოიტანა ტრავმის კატეგორიზაციაში, ხო? ფრანც რუპერტმა. რა არის ახლა ეს ოჯახური ტრავმა, სისტემური ტრავმა?
აქ შედის ასეთივე ეგზისტენციალური შეიძლება დავარქვათ, ანუ თავისი მასშტაბით. აქ შეიძლება იყოს, ოჯახური საგვარეულოც იგულისხმება აქ, ხო? საგვარეულო თემაა აქ, თაობებიც შეიძლება იყვნენ ამაში ჩათრეული. ეს შეიძლება იყოს როგორც უკვე ჩამოვთვალე, მკვლელობა, წამება, დეპორტაცია, გაკულაკება, ომიანობა და ასე შემდეგ. უბრალოდ კონკრეტულ ადამიანზე მარტო კი არ ახდენს ეს გავლენას, არამედ ოჯახზე როგორც სისტემაზე და ეს თვითონ ოჯახი როგორც სისტემა ამ ტრავმის შედეგად იკეტება, იმობილიზაცია მოსდის რა, იყინება, ენერგია არ გამოიყოფა, ხო? იყინება, ის ცდილობს, რომ ყველანაირად გაასაიდუმლოს ეს ტრავმა, არ იყოს ის ცნობილი იზოლაცია ტრავმული ნაწილის, ხო? გაასაიდუმლოს ეს ტრავმა, მაგრამ რეალობაში ხდება ის, რომ თაობიდან თაობაში ხდება ამ ტრავმული სიტუაციის და ამ ტრავმული მოვლენისა და პერსონაჟების ხელახლა გაცოცხლება. თაობიდან თაობაში. ეს ძალიან საინტერესო თემაა და მე მგონი იქნება და შემდეგი ჩაწერა გავაკეთო სისტემურ ოჯახურ განლაგებებზე, დამერწმუნეთ, რომ საოცრად საინტერესო რამ არის. ვნახოთ, იქნება და მართლა გავაკეთო. ეხლა რა მინდა კიდევ გითხრათ, ბოლო მომენტი არის ის, რომ ტრავმად როგორც ასეთი ადრე განიხილავდნენ თავად მოვლენას. აი მოვლენა რაც ხდება. დღეს უკვე ამბობენ იმას, რომ თავად მოვლენა კი არ არის მატრაუმირებელი, არამედ ჩვენი რეაქცია მასზე. აი როგორ ვრეაგირებთ ამა თუ იმ მოვლენაზე. ეს განაპირობებს ჩვენს ტრავმას. ხო, რამდენად და საბოლოო ჯამში დაიყვანება მაინც იქამდე, ვინ როგორ განახორციელა იმობილიზაციის პროცესი, შესვლა და გასვლა. და სწორედ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, როგორ აღვიქვამთ ამა თუ იმ მოვლენას. ხო, როგორია ის ჩვენთვის? თუ ჩვენ შევასრულეთ იმობილიზაციაში ჯეროვანი შესვლა და იქიდან რაც ყველაზე მთავარია გამოსვლა ჯეროვანი, ხო? მაშინ ეს იქნება მხოლოდ გარკვეული სტრესული მოვლენა, რომელიც ასეთივე სტრესად დარჩება და ჩაივლის უბრალოდ, დარჩება სადღაც წარსულში. ანუ არ იქნება აქტუალური. მაშინ, როდესაც ტრავმა სულ აქტუალურია, იქამდე სანამ ეს ენერგია არ გამოვა გარეთ. ხო? აი განსხვავება სტრესულ მოვლენასა და ტრავმულ მოვლენას შორის ისევ ჩვენს რეაქციაში იმყოფება. და მე მინდა მოგიყვანოთ სულ ბოლოს და ამით დავასრულებ ასეთი პატარა მაგალითი. ეს მოხდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში კალიფორნიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, როდესაც ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს სკოლის ავტობუსი. გაიტაცეს რაღაცა, ეს ბავშვები გადმოსხეს ორ მიკროავტობუსში, წაიყვანეს სადღაცა ქვის კარიერზე, სადაც იყო ეს ქვები და აზელილი ტალახი და ესეთი რაღაც საოცარი იყო და დაბლა, ესე იგი მიწის ქვეშ იყო რაღაცა კონტეინერი, უზარმაზარი და აი ამ კონტეინერში შეყარეს ეს ბავშვები და რა ვიცი დატოვეს. ესე იგი, არის ქვის კარიერი, ქვები და ტალახიანი მიწა და ეს კონტეინერი, სადაც შეყრილები არიან ეს ბავშვები. ახლა რა ხდება? ჯერ მოგიყვებით შემდგომ მოვლენებს და მერე გადავიდეთ გარჩევაზე რა მოხდა იქ. ესე იგი, ეს ბავშვები იქ იყვნენ 24 საათზე ცოტა მეტ ხანს, რაღაც 24 საათზე ცოტა მეტი. შემდეგ ისინი გადაარჩინეს
და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, გადარჩენილი ბავშვები ცხადია მიიყვანეს ექიმთან, სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლოთ, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ესე იგი, მაშინ ითვლებოდა ესე, რომ ასეთ შემთხვევებში იმ 26 ბავშვიდან ერთს თუ ექნებოდა რაღაცა ტრავმის ნიშნები, რომ წესით არ უნდა ჰქონოდათ მათ, იმიტომ რომ ბავშვები არიან, რა ვიცი, კი შეეშინდათ, მაგრამ ხო, არ ვიცი რატომ ითვლებოდა ასე, მაგრამ ასეთი შეხედულება იყო. და მართლაც ექიმმა არავითარი გამოვლინებები არ აღმოაჩინა და ისინი წავიდნენ სახლებში, გაუშვეს სახლებში. გავიდა 8 თვე, მანამდე კიდე იყო მე მგონი რაღაცა პატარა შემოწმება და არაფერი, მაგრამ გავიდა 8 თვე და ამერიკელი ფსიქიატრი ლენორ ტერი აკეთებდა კვლევას ბავშვებში ტრავმების შესახებ და მან მოიწადინა, რომ ეს ბავშვები, რომლებმაც მაშინ ეს ტრავმული მოვლენა, ასე ვთქვათ, იყო მათ ცხოვრებაში, რომ გამოეკვლია, მიიღეს თუ არა მათ ტრავმა. და რა გაირკვა 8 თვის მერე? რომ ესე იგი ბავშვებს დაეწყოთ განმეორებადი კოშმარები, სიზმრები, მათში გაიღვიძა აგრესია, ისინი ჯეროვნად ვეღარ ახერხებდნენ ურთიერთობას, ურთიერთობა იყო დარღვეული შინ თუ გარეთ, მშობლებთან თუ მეგობრებთან თუ მასწავლებლებთან, ამან იმოქმედა მათ შრომის უნარიანობაზე, მათ სწავლის უნარზე, ერთი სიტყვის ყველა მხრივ იყვნენ დაზიანებულები, ყველანი ერთი ბიჭის გარდა და ეს იყო 14 წლის ბობ ბარკლი. და ეხლა მე მოგიყვებით, რა მოხდა, რატო მოხდა ესე, რომ ბობი არ დაზიანდა და მას არ აღმოაჩნდა პოსტტრაუმული არანაირი ნიშანი. რა მოხდა იქ, ამ კონტეინერში. ისინი ბავშვები ისხდნენ რაღაც გარკვეული საათები, რა თქმა უნდა პარალიზებულები, ეს ბუნებრივია, ამ შიშისგან და ვიღაცა მიეყუდა სვეტს, ბოძს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, აკავებდა, ესე იგი, ჭერსა და იატაკს. და ეს ბოძი ოდნავ გადაიწია და ჭერმა დაიწყო ჩამოწევა, ნელ-ნელა ჩამოწევა. აქ რა თქმა უნდა, დაიწყო შფოთი, ამ პარალიზებას დაემატა საოცარი შფოთი, მაგრამ სწორედ ბობი იყო ის, ვინც წამოხდა, გამოვიდა, ნახეთ, აქ მოხდა იმობილიზაციიდან გამოსვლა, ის წამოხდა, ბრძანება გასცა, რამდენიმე ბიჭი გამოიყვანა, ნახეს ყველაზე ტალახიანი სად იყო იქ მიწა, ყველაზე რბილი, მიაგნო და დაიწყეს ხელებით ამ მიწის ამოღება. და რაღაცა მომენტში გათხარეს გარკვეული ტუნელი, რომლითაც გააღწიეს გარეთ, როგორც აღმოჩნდა, არ ყოფილა რთული ეს ამბავი და არც ისე შორს ყოფილა მიწის, ასე ვთქვათ, ზედაპირიდან და დროც საკმარისი ჰქონდათ, ეს ჭერი ნელ-ნელა იწევდა დაბლა და ამიტომ საჭირო იყო, უბრალოდ მართლა საჭირო იყო მოქმედება. და ბობმა რა გააკეთა, ნახეთ, იმობილიზაციიდან გამოვიდა ის კარგად და მთელი თავისი ენერგია ეს ჩადო ამ ქმედებაში, რომელმაც საბოლოო ჯამში ბავშვები გადაარჩინა. დანარჩენები იყვნენ პარალიზებულები, ისინიც კი, ვინც ბრძანებას ასრულებდნენ, ისინიც ძილბურანში აკეთებდნენ ამას მეტნაკლებად. თუმცა, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა სხვებისაზე ოდნავ უკეთესი იყო. ცხადია, იმიტომ რომ ეს ენერგია მაინც გამოდიოდა ქმედებების სახით. თუმცა გაუცნობიერებელი ქმედებების სახით, ხო, როგორც ბობს ჰქონდა გაცნობიერებული ქმედება ამ შემთხვევაში. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც მე მინდოდა ტრავმის შესახებ. მე
გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და მომავალ საინტერესო თემამდე.